გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფო. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო.
დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. რა მხიარულებაა, მეგობრებო? ო, მაგრამ ჯერ აქაურობა უნდა მივალაგოთ. ჰეი, ფრთხილად! კიდევ კარგი რბილად დავეშვით. მართალი ხარ, თორ. მოდი დანარჩენებს დავუძახოთ დასახმარებლად. ჰეი, რაღაც გავიგონე. აქეთ. შეხედე. დაყრილი ტოტები და კაჭრები ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იეთი ახლოსაა. ორე შეხედე. აი იქით. აქ წერია, რომ კიდევ ერთი ნიშანი არის ტალახში უცნაური ნაკვალევი. ორე, იეთი აქ იყვნენ. მათ ფოტოს თუ გადავუღებ, ვარსკვლავი გავხდები, წამოდი. იეტიზე ვნადირობთ, გინდათ დაგვეხმაროთ? იეტი არ არსებობს. მათი ნაკვალევი ვიპოვეთ და ბუტბუდი გავიგონეთ. წამოდი, ფედია, დავუმტკიცოთ. სისულელი. თითქოს ნაკვალევი და ბუტბუდი მას ნიშნავს, რომ იეტი იმალება. არა. იეტის ვერ იპოვიან, მაგრამ შეიძლება ტურბოზავრები იპოვონ. გავიქეცით, ბაზასთან არ უნდა მივუშვათ. მაგარი ნაკვალევი გამოდის. ოიცადე, რომ ვერ დაინახონ. ორი მთქვა, რომ ხმა გაიგონა. ამან უნდა გადაატანიოს ყურადღება. წამოდი. აი, გესმის ფედია. იეტი ახლოს არის. კამერა ჩართე. კარი უნდა დავზეთოთ. ეს კარის ხმა არ არის, ეს ხმა იქიდან მოდის, სადაც ვთამაშობდით. მოდი შევამოწმოთ. აქ რას აკეთებთ? ღრიალი გავიგონეთ. კარგად ხართ? ჩვენ კი, აი თქვენ კი არა. ჰედე და ბორა, იეტს ეძებენ, რომელიც არ არსებობს. თქვენ კი არსებობთ და მოდიან, ჯობია ბაზაზე დაიმალოთ. ჩვენ სხვა მხარეს დავიყვანთ. არ ვიცოდი რომ იეტი ამხელა. არა, ორა. მეშინია, ორა. მალე დაგვეწევა. ზევით ავდრეთ, მაღალია, მაგრამ იქ ვერ მოგწდება. ვერ მოგწდება. მაგრამ ყვავით, როგორ ჩავალთ? ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გვიშველეთ! რა მოგივიდა, რა ყვირილია? წავიქეცი, მოიცადე, რა ყვირილი? გვიშველეთ, ვინმე დაგვეხმარეთ. ბორია, რატომ ყვირის? ის და ფედია საფრთხეში არიან. დახმარება დაგჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბორია და ფედია უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ. იეტი აღარ მაინტერესებს. აღარ მინდა ვიყო ცნობილი. ვიპოვეთ თქვენი იეტიზე მონადირეები. აი, სად არიან? ანკი, იქ ასვლას შეძლებ? მაპატიეთ, მაღალი ვარ, მაგრამ ამდენადაც არა. ამ ჯოხებს თუ გავხერხავ, სამაშველო გორაკს ავაშენებთ. არაფერია შეუძლებელი.
მეტად მძიმეა. მე დაგეხმარებით. ეს იეტიმ გააკეთა? რა მნიშვნელობა აქვს? პირველი მე ვიქნები. იპოვეთ იეტი. და რატომ ხართ ასეთი დასვრელები? იეტიზე ვიხუმრეთ. ყველა მიცის რომ არ არსებობს, მაგრამ მაგარი გორაკი ვიპოვეთ დღეში, თქვენ თვითონ ნახეთ. დო, მიდი. ანკი, შენი ჯერია. არა უშავს, შემდეგ ჯერზე გამოგივა. თქვენ შეჯიბრებაზე არ დამიშვით. მე კი? მე? ისე გავფრინდებოდი. აი ზუსტად მართალია. ჯერჯერობით დო ლიდერობს, ის ყველაზე შორს გადახდა. თანაც გრაციოზულად. შენი ჯერია ტრაკ. ტრაკ, საით? არ გადახდები? ტრაკი კარგად რომ გადახდეს, სათანადოდ უნდა მოემზადოს. გთავაზობ ცოტა შორს დავდგეთ. ჩვენი ვეუსაბთ ხვებისთვის. ახლა რაღაც მოხდება. ეს რეკორდია. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის. მხოლოდ ერთხელ მეტკინა დიდი ხნის წინ. ბავშვობაში. შესანიშნავი ნახტომი იყო ტრაკ. გაფრენისას პტეროდაქტილს გავდი. შესანიშნავი შეჯიბრება გამოვიდა. ძალიან ცუდად არის საქმე. ძალიან ცუდად. გაიხსენე, სად შეიძლებოდა დაგეკარგა მედალიონი. არ ვიცი. დილით ადგილზე იყო. საქმე სერიოზულადაა. მეგობრების დახმარების გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ზერ, პეტიას და კატიას დაუძახე. ჩვენ კი ძებნას განვაგრძობთ. თორ, ანკი, ნუ გძინავთ. დო, მინდვრის სიმბოლოში მოძებნე. ტრაკ, ზევიდან კარგად უნდა ხედავდე ყველაფერს. ეძებენ უდგახარ. პეტია, კატია, ეს საშინელება. საგანგებო შემთხვევა. ტრაკმა თავისი მედალიონი დაკარგა. ძალიან ცუდადაა საქმე. მე რა მოხდა, დიდი ამბავი. მე გამოდმებით ვკარგავთ მის სამაგრებს, ბაფთებსა და გულსაბნევებს. ჰო. ახალი მედალიონი გავუკეთოთ. ესე მარტივად არ არის საქმე. შკარა გამომყევით. ჩვენი მედალიონები არის გასაღები, რომლებიც ბაზას ხსნის. ის ვისაც მედალიონი არ აქვს, ბაზაში ვერ მოხვდება. ტრაკმა კი თავისი მედალიონი დაკარგა. საშინელებაა. რას ნიშნავს ბაზაში ვერ მოხვდება? არ მესმის. ტრაკ, გაჩვენე. ხო, მაგრამ ღამე აქ მარტო ვერ დავტოვებთ. ჩვენ ხომ მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. თანაც შეიძლება ადამიანებმა დაინახონ. ეს საშინელებაა. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. გეგმა მაქვს. თქვენ წადით, ჩვენ კი ტრაკს შევნიხავთ. დილით რამეს მოვიფიქრებთ. მტკივნეული არ იქნება? კვები დაგჭირდება, გამხმარი ტოტები, ფიჩხი და ყველაფერი, რასაც ტყეში იპოვით. ტურბოზავრებო, წინ!
სად არის ტრაკ? აი მხესთან დაჯექი. შენი ხბუას ვიწყებთ. გირჩის დავადოთ ზემოდან. ახლა კი სახლებში წავიდეთ. ყველა მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ. ტრაკ? შვიდად იჯექი. ესეც დილა. რამე მოიფიქრე? მე არა. შენ? არც მე. რა გავაკეთოთ? ბებია სწორად ამბობს. დილით საქმის მოგვარება უფრო ადვილია. კი, მაგრამ სად იპოვეთ? ჩვენ ხომ ყველგან ვეძებეთ. თურმე? იპოლიტმა იპოვა და თავისი ზურგჩანთით წაიღო სახლში. საოცარია, ტრაკი სად არის? ტრაკ! ტრაკ! რა ხდება? აიღე და აღარ დაკარგო. დიდი მადლობა, მეგობრებო. თქვენი დახმარების გარეშე ასე კარგად ვერ გამოვიძინებდი. მეშასე. შოკოლადის, მარწყვის, ვანილის. ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქტივდეს. არაფერიც არ ამკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის, შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? ავა თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობიკი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით. ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკობლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასეა, ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიდან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკი კი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაკ შენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი.
ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი, რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისით თკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს. ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. პარკი. გამარჯობა მეგობრებო. საიდან მოდიხართ ასეთი მხიარულები? ატრაქციონების პარკში ვიყავით. ჯუნგლების სამყარო ჰქვია. ო, იქ ყველაფერი ისეა გაკეთებული, თითქოს ჯუნგლებში ხარ. მექანიკური ვეფხვები და სპილოებიცაა. იდეა მაქვს. მოდით ჩვენი ატრაქციონების პარკი ავაშენოთ დინოზავრებით და დინოზავრების სამყარო დავარქვათ. ძალიან კარგი იდეა, მაგრამ სად ვიშოვათ მექანიკური დინოზავრები? რა გვინდა მექანიკური, როცა ნამდვილი დინოზავრები გვყავს? შენებლობისთვის ძველი ფარდულის ფიცრები გამოვიყენოთ. აქ კი შესასვლელთან მნახველებს ტრაკი დახვდებათ. რადგან ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი მე მაქვს, შესასვლელთან მე ვიქნები. მეც მომხიბვლელი ღიმილი მაქვს. ნუ კამათობთ, შესასვლელში მე ვითქები ყველაზე თავაზიანი ვარ. გმადლობ და გემრიელად მიირთვით. მე რა რომ თავაზიანი ხარ? 100-ჯერ მეტი თავაზიანი სიტყვა ვიცი. ახლავე გთხოვთ და ღამე მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, გმადლობთ და მიხარია თქვენი გაცნობა. ანგი, დორ, დიდ პარკს ავაშენებთ. ყველას ეყოფა ადგილი. ორივე თავაზიანი ხარ და უხეშად იქცევით. შესასვლელთან მე ვიდგები. ველაზე ლამაზი ხომ მე ვარ. მაშასე. ტრაკი და ანკი ბილიქს და ხიცა აშენებენ. მე და თორი გამოქვაბულს გავაკეთებთ. ტურბოზავრებო წინ. დღეს საზეიმოდ გაიხსნება პარკი დინოზავრების სამყარო. ყველა დაპატიჟებულია. გთხოვთ დინოზავრებს ნუაჭმევთ. ისინი მექანიკურებია. საინტერესოა, ვინ დააპირებს რომ მექანიკურ დინოზავრებს აჭამოს? ან მათ რა უნდა მიაწოდოს? შეგახსენებთ, სტუმრებისთვის ჩვენ მექანიკური დინოზავრები ვართ. რობოტების მსგავსი. შენ კი თორ, შეეცადე არაფერი არ ჭამო. რობოტები არ ჭამენ. პატარა ხომ ვარ.
თანაც უკვე ვისადილე. მაშინ ყველა ადგილები დაიკავეთ. პეტია, კატია, ჭიშკარი გახსენით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დინოზავრების სამყაროში. მილიონობით წლის წინ დედამიწაზე დინოზავრები ბინადრობდნენ. ძალიან დიდები იყვნენ და ძალიან მშივრები. ეს დინოზავრები პარკში საშიშები ხომ არ არიან? მექანიკური დინოზავრების არ უნდა გვეშინოდეს. შეხედეთ! რა სასაცილო ჩიტია! ეს ჩიტი კი არ არის, პტეროდაქტილია. სასაცილო ჩიტი? ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასდროს არ მოუყენებიათ. აი შენ, მექანიკურო ხულიგანო. რა უცნაურია, ეს ყველაზე მომხიბლელი ღიმილი იყო. მარცხვის პერო მიყვარს. შეჭერდი. 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 რატომ მოგვდებენ ყველანი? ასია ჩაფიქრებული. ხომ თქვი რომ ისადილე? ვისადილე. მაგრამ ნაყინი სადილე არ არის. ნაყინია. ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა პიტა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტა შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის, დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს. მართალია, შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი? ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრები წინ. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ. ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და
ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასწევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია. ვაშა! ავწიეთ! ვაშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება, ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჩი შევაჩეროთ, წინ! ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. Ow! უკვე ადგომის დროა? ჩვენ ქალაქში მივდივართ, ჩვენთან ერთად წამოხვალთ? მე წამოვალ ქალაქში. იქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ამბობენ ძალიან საინტერესოა. არ შეიძლება, ტრაკ. შენ ვერ წახვალ ქალაქში, ძალიან დიდი ხარ. დიდი ხარ და დიდკბილა. იდეა მაქვს. შეუძლებელი არაფერია. ტრაკ შეუძლია დინოზავრების მუზეუმის ექსპონატად მოაჩვენოს ხალხს თავი და ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ვაშა, ექსპონატი ვიქნები. Oh. Ara. How? იქნებ სანამ ქალაქამდე ჩავალ ტრაკმა თვითონ იაროს. ტრაქს არ სალია. სამუზეუმო ექსპონატის როლის რეპეტიციას გადის განაგრძე?
იქნება ასე, ვითომ მივრბივარ. არა, არ გამოვა. მე თქვენი თვალები არ გაქვს. ეს სულ სხვა საქმეა. წავედით. აი, ეს ავტოსამრეცხაოა, თუ არავინ არ იქნება წყალსაც დავლევთ. ცხელა, ახლა ცივწყალს დავლევდი. მეღიტინება. კარგია, ოღონდ ბევრი კაფეა. მარჯვნივ გაიხედეთ, თქვენ წინ სასურსათო მაღაზია, მარცხნივ გაიხედეთ, თქვენ წინ ფოსტაა. ეს კი შუქნიშანია. პოსტა. შუქნიშანი. გმადლობთ მეგობრებო, უთქვენოდ ამ ქალაქს ვერ ნახავდი. გაჩუმდი. აქ ახალსახს აშენებენ დღეს კვირაა და არავინ არ არის, მაგრამ აინც არ წავალთ, ეს სახიფათოა. სამუზეუმო ექსპონატი. ხელით არ შეეხოთ. მას რა, ღიტინის ეშინია? მე არაფრის არ მეშინია. აი! აპუა! მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა. რა უმსგავსობა? მოლაპარაკე ექსპონატები ადამიანებს თავს ესხმიან. იჩივლებთ, ოღონდ ამოსვლაში დამეხმარეთ. ანკი, გთხოვ, დაეხმარე. კაბინაში არავინ არ არის. ამწე კი მოძრაობს. რაღაც მოხდა. ახლა ამწე ჩამოვარდება. ამას არ დავუშვებთ. ანკი, გაუჭი დაიჭირე. თორ, საყრდენები დააყენე. ტრაკ, არ მისცე საშუალება რომ ჩამოვარდეს. ზერ, თვირცადევნე თვალი, ტურბოზავრება წინ. ფრთხილად, ტრაკ! გმადლობ რომ გამაფრთხილე. ტურბოზავრებო, სამთვლაზე ერთად. 1, 2, 3. კარგად იმუშავეთ, ტურბოზავრებო. სახლში წასვლის დროა. ისევ მომწყურდა. იქნება ავტოსამრეცხაოზე შევიაროთ. მეღიტინება. ასეთი სიცხე იურულ ეპოქაშიც არ ყოფილა. ვინ არის ბოლო გასარეცხად? ჩემ შემდეგ იქნები. დო, მალე დაამთავრებ. იურული ეპოქის შემდეგ გასულ დროსთან შედარებით ძალიან მალე. გასაგებია. საღამომდე აქ დაბანას ვერ მოვასწრებ. ტბაზე წავალ. მართალია, მეც ტბაზე მინდა. მეც ტბაზე წამოვალ, მეც მინდა. მოიცადეთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ცხელა. მაგარია. ნამდვილი ეგვიპტური პირამიდა ააშენეთ. როგორც წიგნშია, ეგვიპტელებს კიდევ წყალსადენი ჰქონდათ, რომელიც ბორბლის მეშვეობით მუშაობდა. შეგიძლიათ ასეთი გააკეთოთ. არ მესმის როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცი, ვის უნდა ვკითხო. დინოზავრები ხომ ყველა ეპოქას მოესწრნენ. გამარჯობა. რას აკეთებთ?
საბანაოდ მოვედით, ტბა კი თითქმის დაშრა. ტბაში კობრები ცხოვრობენ, ისინი ხომ დაიღუპებიან. ტბა უნდა გადავარჩინოთ. ტბაში წყალი უნდა დავამატოთ. ძველ ეგვიპტეში წყალსადენი ხომ გაქვთ ნანახი? მრავალი წელია ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტყეში გავატარეთ. ეგვიპტეში არ ყოფილვართ. ზერ, შენ რა ტანსი ხან? კეისარს ჭიმავს, რომ უფრო ლამაზი გახდეს ჩემსავით. რაღაც მსგავსი მინახავს. საით მიფრინავ? მართალია, შემეშალა. გმადლობ თორ. სად გაფრინდა? ზერს ყველა კი ვერ გაუგებს. როგორ მუშაობდა წყალსადენი? აი რა უნდა გავიკოთ და მერე მისი მსგავსი გავაკეთოთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ გენიალური ფოტო გადავიღე. იდეალური რაკურსია. შენ ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებ. მაშინაც კი როცა არ იცი, რას აკეთებ. ეს ძველებური წყლის წისქვილია, მაგრამ გონია რომ ტოტებიანი კუნძია გაჭედილი და ბორბალს ხელს უშლის. მივხვდი როგორ უნდა ავაშენოთ წყალსადენი. ოღონდ დიდი შრომა მოგვიწევს. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, ამ შრალი მორებისგან ფიცრები უნდა გაკეთდეს. ფიცრებისგან კი სადინარი უნდა გაკეთდეს წყლისთვის. მერე შენ და თორი სახტენებს დადგამთ, ანკიკი ზედ სადინარს მოათავსებს. შესანიშნავი წყალსადენია. წყალი სად არის? მოიცადე ზერ, ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ. თორ, ეს ხედაჭერი და გული გამობურხე, გამოვა კასრები. ტრაკი და ანკიკი კასრებს ბორბალზე დაამაგრებენ. ახლა კი ზერ, ბულს დაეხმარე მორს გვარელი გამოსდოს. შენ კი ბულ, ფრთხილად გამოკაჩე. წყალი! წყლის გაშვებაში დავეხმარე. სწორად მოვიქეცი, რომ პირსახოცი წამოვიღე. წყალი არ წყდება. მალე იქ ნამდვილი ზღვა გაჩნდება, პალმები, პლაჟი. საღამოს ყველაფრის დაშლა მოგვიწევს, რომ ტბა არ გადაიფსოს. ახლა კი წისქვილს რა მოუვა? საღამო მშვიდობისა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. შეხედეთ, ბორბალი ისევ ტრიალებს. ხო. ძველი წისქვილის სამუზეუმო იშვიათობაა. მომეჩვენა. სამუზეუმო იშვიათობა. იდეა მაქვს. წისქვილი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას ახალ მუზეუმში. გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი.
რაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ღრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად. საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ. მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. ხომ გითხარი რომ საჭმელიც უნდა წამოგვეღო? არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ. მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ. სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ეხლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ თორ, არხი გათხარეთ. ზერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. მადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ღვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდენორა.
სენსაცია. ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, papa ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ, თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. ო. კატя, მოდი უფროსებს უთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებდი. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ო, ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. მინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა რისგან გამაკეთებთ. რა თქმა უნდა ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატя, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ! როგორც მოდელი მეც სარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ, ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეგობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს.
გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.